მოგესალმებით მეგობრებო, დღეს პირველად უნდა მართო აპრილია RSV 4 RR-ი. არ მჭდარ ვარ ამ ბაიკზე არასდროს. ზოგადად არ მიყვარს ხოლმე სხვისი მოტოციკლეთის მართვა, მაგრამ დღეს ესე მომიწია, ასე ვთქვათ, რადგან ჩემ ბაიკზე რაღაც პატარა ნაწილი იყო შესაცვლელი, დავტოვე პროფილაქტიკაში მოტოლაგუნაზე და ბიჭებმა მათხოვეს თავიანთი მოტოციკლეტი, რომ წამოსულიყავი ნაწილის საყიდლად. და ბარემ პატარა ვიდეოსაც ჩავწერ და გაგიზიარებთ ჩემს ემოციებს, რა ემოციებს მომანიჭებს ეს მოტოციკლეტი. ნახოთ. პირველი რაც შემიძლია ვთქვა, რომ არის ძალიან მაღალი, ჩემ მოტოციკლთან შედარებით, ბევრად მაღალია, ძლივს წვდები, ფეხის წვერებზე ვდგავარ, რომ მოტოციკლს მიუწვდე. ამ მოტოციკლეთის პატრონი ჩემზე ცოტათი მაღალია და მისთვის ალბათ არ იქნება დისკომფორტი ამის მართვა, მაგრამ მე ნამდვილად გამიჭირდებოდა ამის მართვა, იმიტომ რომ ძალიან მაღალია ჩემ მოტოციკლთან შედარებით. ნახოთ ახლა მანევრის სიარული როგორი იქნება. ამ მოტოციკლებით რო დავდივარ, როგორი შეგრძნება მოგციცით? სედანიდან რო გადაჭდე ჯიპზე და ზემოდან რო უყურებ ყველას. ანუ სიმაღლიდან რო უყურებ მაგის თქმამით. მანევრი ძალიან კარგია, კარგი სამართავია, საკმაოდ. ჯერჯერობით ერთადერთი მინუსი არის ეგ, რომ ჩემთვის ძალიან მაღალია. ცეპლენია ძალიან მაღლა იღებს ჩემი ბაიკისგან განსხვავებით და ნუ ეგ ცოტა მიჩვევის ამბავია. როგორზეც მიეჩვევი, ის არის მე შენთვის კომფორტული. ნუ ეგ ცოტა დრო დაჭირდება რომ მოირგო მოტოციკლი, მაგრამ ამ მომენტში ცოტა ისე ვარ დაძაბულად. ბოლოს როდესაც ხვის მოტოციკლზე ვიჯექი იყო Ninja 400. და როგორც ველოსიპედი ისე ვატარე, ძალიან მარტივი სამართავია. Ninja 400-ზე მაქვს საუბარი, ძალიან კომფორტული და იდეალური სატარებელია. დამწყებისთვის არის იდეალური მოტოციკლეტი, ჩემი აზრით. ხოლო რაც შეეხება ამას, ეს ეტყობა, რომ გამოცდილება გჭირდება ეს მოტოციკლი რომ მართო. ნუ წონა რა თქმა უნდა განსხვავებული აქვს. უფრო სწრაფი არც უნდა შეადარო რა თქმა უნდა Ninja 400. და ძალიან მაღალია, ანუ იმდენად მაღალია, რომ ცოტა მოსახოვში რო შევდივარ, მგონია რომ უნდა გადავყირავდე. ჩემს სიმაღლეს არ უჩივი. არც ძალიან მაღალი ვარ, მაგრამ დაბალიც არ ვარ ნამდვილად და ჩემთვის ძალიან მაღალია ეს მოტოციკლი და გყავთ ესეთი მოტოციკლეტი, მაინტერესებს როგორ მართავთ, არ გიჭირთ თუ დაწეული გაქვთ დაბლა. ნუ შესაძლებელია მოტოციკლს რო დაუწიო სიმაღლე, მაგრამ მე ის დისკომფორტია, რომ ყველაფერს შეიძლება მოედო, რაზეც გადაივლი და საქართველოში სამწუხაროდ არ გვაქვს ისეთი კარგი გზები, რომ არაფერმა შეგიშალოს ხელი. ძალიან ცუდი დრო შევარჩიე გამოსასვლელად, შევარჩიე რა მომიწია, იმიტომ რომ არის საცობები, ძალიან ცხელა და ის სიამოვნება, რასაც მოტოციკლი გვანიჭებს მართვის დროს, მაგ სიამოვნებას ვერ იღებ ეხლა, რადგან სიცხე ცალკე გაწუხებს და საცობები ცალკე. საქართველოში, ჩემი აზრით, 4 სეზონი აღარ გვაქვს, ბოლო პერიოდია უკვე, მარტო ზამთარი და ზაფხული გვაქვს. იმიტომ რომ ერთ დღეს ძალიან ცივა კურტკით გვიწევს სიარული და მეორე დღეს უკვე კურტკიდან გადავდივართ მაისურზე. ამასობაში შეგახსენებთ, რომ ჩემი სპონსორია Sokare, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი. ასევე ჩემი მეგობარი კომპანიები არიან Urban Fitness-ი, GoPro Club Georgia და რა თქმა უნდა Motolaguna. 4-ვე კომპანიას ძალიან დიდ მადლობას ვუხდი გვერდში დგომისთვის, მხარდაჭერისთვის. ასევე მადლობა თქვენ ჩემო მაყურებლებო. თქვენი დამსახურებით უფრო მეტი мотиваცია მეძლევა, რომ უფრო კარგი საინტერესო ვიდეოები გადავიღო და თხოვნა იქნება, რომ გამოიწეროთ არხი, იაქტიუროთ, დააკომენტარეთ, გამიზიარეთ თქვენი იდეები, რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ, როგორი ტიპის ვიდეოებს ისურვებდით.
ესეთი მოტოციკლეთის განხილვა და გატესტვა, ასე ვთქვათ, თქვენთვის თუ საინტერესო იქნება, გადავიღოთ თუ არა კიდევ მსგავსი ვიდეოები და თუ ისურვებდით რომელი მოტოციკლეთის განხილვას ისურვებდით, ეგაც რომ დამიწეროთ და შევეცდები გავითვალისწინო და თქვენთვის გავტესტო ის კონკრეტული მოტოციკლეტი და გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრება თუ როგორი სამართავია. ამ მოტოციკლს რაც შეეხება, საკმაოდ კომფორტულად გრძნով თავს. ერთადერთი რაც გითხარით, რომ არის მაღალი, თორე დანარჩენი კარგი მანევრი აქვს, კარგი სიჩქარე აქვს, საკმაოდ სწრაფია. ჯდომი ჩემ მოტოციკლთან შედარებით განსხვავებულია, უფრო მაღლა ვარ წამოწეული, ჩემ მოტოციკლზე უფრო წინ ვარ გადაწეული და ისე დავდივარ, მაგრამ ჩემთვის რა თქმა უნდა ჩემ მოტოციკლზე კომფორტული არც ერთი არ არის. მაგრამ ეგ ყველაფერი მიჩვევის ამბავია, როგორ მოტოციკლსაც მიეჩვევით, ის იქნება თქვენთვის ყველაზე კომფორტული მოტოციკლეტი. ხმად საკმაოდ კარგი აქვს, ჩუმი მოტოციკლეტი ნამდვილად არ არის და არც შემაწუხებლად ხმაურიანი არა. უბრალოდ ჩემ მოტოციკლზე რომ ვარ მიჩვეული პოპკორნს, აი ეგ მაკლია ყურში, აი გას რო გაუშვებ და რო არ სკდება რაღაცები, პახ პახ პახ. გეკითხები რო არის მის, აი ეგ მაკლია ცოტათ. სარკეები, იმხელა სარკეები უყენია, რომ ყველაფერი იდეალურად ჩანს. ჩემ მოტოციკლს ვიზუალის გამო დაუყენე ძალიან პატარა სარკეები, ძალიან ლამაზად გამოიყურება, მაგრამ აქ სარკეში ფაქტობრივად არაფერი არ ჩანს. აი აქ კი ყველაფერს ხედავ აბსოლუტურად. ეს არჩევანის ამბავია, ზოგს კომფორტი ურჩევნია და უსაფრთხოება ურჩევნია, ზოგს ვიზუალი. მე ვიზუალს ვანიჭებ ძალიან დიდ უპირატესობას და ვცდილობ ყველაფერი კონდეს ლამაზი და თუნდაც არაკომფორტული იყოს. ძალიან კარგად დადის, ძალიან მომწონს. ან ცოტა მივეჩვია ამასობაში. ისეთი დაძაბული აღარ ვარ, როგორც საწყის წუთებზე ვიყავი, რომ გავჩერდები უფრო დეტალურად დაგათვალიერებინებთ ვიზუალსაც. როგორ გამოიყურება ეს მოტოციკლეტი. ხო, მართლა ძალიან მალე ვაპირებ სოკარის საწვავის გათამაშებას და არხი გამოიწერეთ, რომ არ გამოგჩეთ ეგ ვიდეო. საინტერესო ვიდეოს გეგმა, ძალიან ბევრი სიახლეები იქნება და აუცილებლად უყურეთ, იაქტიურეთ და არ არის გამორიცხული, რომ ზუსტად თქვენ გახდეთ გამარჯვებული. რა პრინციპით იქნება გათამაშება და როდის ჩატარდება და როგორ, მაგ ყველაფერს ძალიან მალე გაიგებთ. როგორ ვერ ვიტან წითელზე დგომას. მით უმეტეს, როდესაც დიდ ძრავიანი მოტოციკლეტი ყავს და ზაფხულში თან ეს ძრავი რო ხურდება, ჯერ ისედაც ხო ცხელა ადამიანს და ეს გახურებული მოტოციკლეტის ძრავის სიმხურვალე რომ მოდის კიდევ გაჩერებული როცა ხარ მაშინა, ნიავი რო არ გიბერავს, აი იწვი. ჯოჯოხეთის ცეცხლში იხარშები მაგ დროს ისე ცხელა. მაგრამ როგორც კი აჩქარდები, ეს ცივი ნიავი შენს გაგრილებს და მოტოციკლეტის ძრავსაც და მე უკვე აღარ გცხელა. ჩემი მოტოციკლისგან განსხვავებით, სიჩქარეები ირთვება ძალიან მარტივად. აი ასე ვთქვათ, კარაქივით მიდის, რომ ამბობენ, ისე ირთვება სიჩქარეები. ჩემ მოტოციკლს ცოტა ამორტყმა ჭირდება, რომ გადაართო და აქ ძალიან მსუბუქად, მარტივად გადადის. მოვედით მოტოლაგუნაზე.
გიო, სიმაღლეში რამდენი ხარ? სიმაღლეში რამდენი ხარ? ანუ შენთვის არაა ძალიან მაღალი ეს მოტოციკლეტი. მე ძლივს ვწვევოდი, ფეხის წვერები ძევდგებოდი ეს. კი, კაი მოტოციკლეტი, მაგრამ ძალიან მაღალია ჩემთვის რა. რომელ წლიანია? 2017. მაგრამ კაი სამართავია ძალიან, გაასწორა. და ჯდომით ცოტა ისე ვზივარ უფრო რა. ჩემი მოტოციკლეტს მე როგორ შეგრძნებას მიტოვებს, ეს სედანი და რო ჯიპზე გადაჭრა, ზემოთ და რო უყურებ ყველას. დავუბრუნე პატრონს აპრილია და ეხლა ესეთი რაღაც მითხრეს, რომ ახალი ერერიც ესეთი მაღალიაო და ნახოთ აბა, შევამოწმოთ ისიც. შემოვაჭდეთ ახალ ერერს. ეს არის ხელოვნების ნიმუშია, ამაზე ლამაზი, არ ვიცი, რა მოტოციკლეტი გეგულებათ, ამაზე ლამაზი მართლა არ ვიცი. სხვათა შორის იყიდება ეს მოტოციკლეტი, ძალიან ლამაზია, ძალიან მოწონს. ეხლა უბრალოდ ცოტა სხვა გეგმები მაქვს და მოტოციკლეტის შეცვლაზე არ ფიქრობ, თორე სიამოვნებით ვიყიდიდი და რა თქმა უნდა გავაწითლებდი. ნახოთ ეხლა აბა როგორია ახალი ერერი. არა, სიმაღლე ეს უფრო დაბალია. ბევრად არა, მაგრამ ჩემ მოტოციკლს და აპრილიას შორის არის დაახლოებით, იმიტომ რომ იმაზე ძალიან ფეხის წვერებზე ვიდექი. აქ უკვე კარგად ვდებ ფეხებს. ძალიან კაია რა, ერთ სულ მაქვს ამით როდის გავული. დამიწერეთ კომენტარებში იკა ათხოვ ერერი გაბრიელსო და იქნებ მათხოვოს და გავიარო და შემდეგი ვიდეო ამ ბაიკით გადავიღო თუ როგორი იქნება. წინიდანაც გაჩვენებთ, ეხლა საოცრად ლამაზია. თუ გინდათ რომ ბაიკით მიხილოთ მალე, ველოდებით თქვენ კომენტარებში.